ესაა ჩვენი ავტოფარეხის გასაღები და როგორც გასაღებია, ისეთივეა ავტოფარეხიც და შესაბამისად ავტომანქანებიც. ერთი კვირაა, რაც საყვარელი მანქანები არ უნახავს. კოლექციონერი გიორგი ჩახვაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ლაგოდეხში ცხოვრობს. თუმცა ხშირად აკითხავს მშობლიურ სახლს გურჯაანში და მანქანების კოლექციას, რომელიც ძმას ჩააბარა. სულ პირველი მოდელი იყო ეს მოდელი, რომელიც პატარა ასაკში ალბათ ვიქნებოდი 4-5 წლის. მაჩკან დედაჩემის დეიდაშვილმა. შემდეგ უკვე ასაკში რო შევედი და მივხვდი რომ ეს მანქანა არ არის სათამაშო, ეს არის საკოლექციო, ანუ აქედან გამიჩნდა სურვილი რომ შემეგროვებინა სხვა მოდელებიც. საკოლექციო მანქანების შეგროვებამ სისტემატიური ხასიათი 2007 წლიდან მიიღო. ძმებ ჩახვაშვილებს მანქანების შეგროვებაში ოჯახის წევრებთან ერთად მეგობრები და ნათესავები ეხმარებიან. ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი ჩემს კოლექციაში, რომელიც 70 ლარიღის მიყიდა დაბადების დღეზე მეუღლემ საჩუქრად, ეს არის Porsche Boxster. არ მაქვს მეგროვი რომ არ ვეძებო საიტებზე, ან მაღაზიებში და ასე შემდეგ და ჩემი ძმა მეხმარება ხოლმე ძირითადად. აგროვებდა მონეტებს, ეგრეთ წოდებულ ტურბოს ნაკლეინკებს, ვიდეო დისკებს და უამრავ სხვა ნივთებს. თუმცა ბოლო წლებია, რაც პაატა ჩახვაშვილი ძმას ეხმარება და საკოლექციო მანქანების შეძენითაა დაკავებული. სხვადასხვა სახის სერიები გაჩნდა უცხოურ საიტებზე, ასევე იყიდება კოლექციონერების მიერ. მოკლედ საკმაოდ ხელმისაწვდომია უკვე მანქანების მოგროვება. დაახლოებით 10-15 მოდელი მანქანა კოლექციაში არის საჩუქარი, რომლებიც მეგობრების მიერ არის შეძენილი და ჩვენთვის საჩუქრად ბოძებული. ზოგადად მანქანებთან ჩემი დამოკიდებულება საკმაოდ უცნაურია, თუნდაც იმიტომ, რომ მანქანის მართვა მე არ ვიცი. კოლექციას აქვს საკმაოდ დიდი აზარტი და აქვს ზუსტად ის მომენტი, ქართული გამონათქვამი რომ არის მადაჭამაში მოსვლის მომენტი. კოლექციას რაოდ შევაგროვებთ იქამდე ალბათ სადამდეც საშუალება გვექნება, სადამდეც თაროები დაიტევს. თაროებზე ადგილი დღითი დღე მცირდება. მანქანების გაყიდვაზე არც კი ფიქრობენ. პირიქით, ჩვენი სტუმრობისას რამოდენიმე მანქანას გამოიწერეს. ძმები ჩახვაშვილების კოლექცია უკვე 200 მანქანას ითვლის.